გამოშვების ბოლოს ტრადიციულად კულტურის სიახლეები მზადება ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კონცერტისთვის ქართულ მსმენელთან რობი უილიამსის შეხვედრამდე 8 დღე რჩება დინამო არენაზე სცენას უცხოეთიდან მიღებული ტექნიკითა და აპარატურით აწყობენ. ცნობილი შემსრულებელი საქართველოს მუსიკალურ პროექტ ჩეკინ ჯორჯიას ფარგლებში ესტუმრება. მარიკა შალიკაშვილი გაგვაცნობს, როგორ მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები. 44 მეტრის სიგრძისა და 30 მეტრის სიგანის მასშტაბური სცენის აწყობა დინამო არენას ტერიტორიაზე რობი უილიამსის კონცერტის ტექნიკურმა პერსონალმა უკვე დაიწყო. გამთენიისას თბილისში ისრაელიდან ტექნიკური აღჭურვილობით დატვირთული 17 სატვირთო მანქანა შემოვიდა. უცხოელმა სპეციალისტებმა 20 მეტრის სიმაღლის კონსტრუქციის აგება რამდენიმე დღეში უნდა დაასრულონ. მერწმუნეთ, ეს იქნება ყველაზე მასშტაბური შოუ, რაც კი ჩატარებულა. პირველ რიგში ვგულისხმობ ტექნიკურ აღჭურვილობას. მსგავსი სცენა მხოლოდ უმაღლესი კლასის კონცერტებისთვის მზადდება. დიდი მადლობა, რომ მოგვიწვიეთ. ჩვენი პარტნიორები გახლავთ ორი ქვეყნიდან, ეს გახლავთ ისრაელი და დიდი ბრიტანეთი. ეს კომპანიები არის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და დიდი კომპანიები, რომლებიც სწორედ უზრუნველყოფენ ტექნიკურად აი ასეთ დიდ შოუებს. 20 მაისს უილიამსის ტექნიკური ჯგუფი ბრიტანეთიდან გახმოვანების აპარატურასა და LED ტელევიზორებს ელოდება. მზადების ბოლო შტრიხი კი 2 სატვირთო თვითმფრინავი იქნება, რომელიც მუსიკალურ ინსტრუმენტებს ჩამოიტანს. ხალხი დარწმუნდება, თუ რამდენად განსხვავებული და სულ სხვა ხარისხის შოუ იქნება, რომელიც აქამდე ჯერ საქართველოში არ ყოფილა. პროექტ ჩეკინ ჯორჯიას ფარგლებში რობი უილიამსი თბილისში შოუს 27 მაისს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ფარგლებში გამართავს. უკვე გაყიდულია კონცერტზე დასასწრები ყველა ბილეთი. შოუს 37,000 მაყურებელი ეყოლება. მათ შორის გაყიდული ბილეთების 6% უცხოური ტრანზაქციებია. შემიძლია სიხარულით გითხრათ, რომ საქართველო მზადაა A-კლასის შოუებს ღირსეულად უმასპინძლოს. ეს საღამო იქნება განსხვავებული და განსაკუთრებული. რობი უილიამსი თბილისში ძველ და ახალ ჰიტებს შეასრულებს. რობი უილიამსი მსოფლიომ გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში როგორც ჯგუფ Take That-ის წევრი გაიცნო. 90-იანების ბოლოდან კი მას წარმატებული სოლო კარიერა აქვს. გაყიდული 75 მილიონი ალბომის ავტორი გინესის რეკორდსმენიც გახდა. რობი უილიამსის ანგარიშზეა მრავალი ცნობილი ჯილდო, მათ შორის 17 ბრიტ და 3 MTV Music Award-ი.